2008 წლის 7 აგვისტო მსოფლიო იმ იშვიათი დღესასწაულის დასაწყის აღნიშნავს, როცა ყოველ საკუთარი თავის პატივისმცემელ სახელმწიფოში ჩუმდება იარაღი და სპორტის დიდი ზეიმი იწყება. ზაფხულის ოლიმპიადა პეკინში გახსნილად ცხადდება. ქართული დელეგაციის პირველი ჯგუფი უკვე ჩინეთის დედაქალაქშია. ქართველთა ტრიბუნაზე აშკარად სიხალვათია და ეს ყველა შეახსენებს, რომ საქართველოში ომი დაიწყო. სანამ საქართველოს მტერი და მეგობარი ზესახელმწიფოების ლიდერები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევდნენ, ქვეყანაში საჰაერო იერიში იწყება. რუსული თვითმფრინავები გორს ბომბავენ. ესე მოხდა, რომ შეკრებაზე ვიყავით ბორჯომში, მაგრამ გორი როცა დაიბომბა უკვე 8 რიცხვში პირველი ბომბი ჩამოვარდა. მაშინ გორში მყავდა მე ოჯახი. სასტრაფოდ გავიქეცი რა ბორჯომიდან ჩავედი გორში, წავიყვანე ოჯახი თბილისში. მე ისევ ბორჯომში დაბრუნდით. ეს რა სტილის საათები იყო რა და საინფორმაციებს უსმენთ, რომ ეს რაღაცები ხდება, თან ტელეფონებზე საუბრობთ რა, იგით რა ხდება. აი ერთ-ერთი საუბრის დროს გიორგის სახლი გორი იბომბება რა ესე და შეწყდა. ვერაფრის ვეღარ დაუკავშირდი რა, ანუ არც არ არირეკებოდა საერთოდ არც სახლის ნომერებზე, არც მობილურებზე გადატვირთული იყო ეს ხაზები. 15 წუთი დამჭირდა ალბათ ბორჯომიდან როგორ უნდა ჩავსულიყავ. ერთი როცა ცეცხლი არ გაუჩნდა მანქანას. ჩავედი ოჯახი როცა ჩავსვი მანქანაში და წამოვიყვანე. დარბოდნენ რა ქუჩაში მანქანები, ხალხი ფეხით ხა. ვისაც ტრანსპორტი არ ყავდა, ტაქსების იმედით ჰქონდა, მაგრამ ტაქსას თავის ოჯახი აქვს რა. ეს სიტუაცია იყო, რომ ეხლა ვისაც სად მოუხერხდებოდა რა ტრანსპორტი ჩავიდა, მარშრუტები მეზობლები ისებოდა და გამოდიოდნენ. მზადება ოლიმპიადისთვის იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველწუთ შეიძლება როგორც სახელმწიფო რუქიდან გაქრეს, მსუბუქად რომ თქვათ არასერიოზულია. გაჩნდა მოსაზრება, რომ ქართველებს პროტესტის ნიშნად მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ სპორტსმენებს უნდა დაეთმოთ უმთავრესი, რისთვისაც მთელი ცხოვრება ემზადებოდნენ. ჩვენს ძალიან ისეთი მომენტი იყო რა, სხვა დროს რო გითხრან, რომ ოლიმპიადაზე ვეღარ მიდიხარ, აი მომზადებული კაც გეუბნება ოლიმპიადაზე აღარ მიდივარ და მორჩა შეიძლება გაგიჟე რა, ამას ვერ გაუძლებ რა. ისე იყო რა, ხელა განსაცდელი უკვე აქეთ ხარეს გველოდებოდა და ძალიან ისე შევხვდით რა ყველაფერს. ნუ ბოლოს მაინც გადაწყდა რომ ჩავსულიყავით და შეცავით. გიორგი გოგშელიძისათვის ამ ოლიმპიადას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 2004-ში მან დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ვერც ევროპის და ვერც მსოფლიო ჩემპიონატებზე, რომელიც მის რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლას მოყვა. ახლა კი ყველაზე კრიტიკული შეფასებებიც მის სასარგებლოდ ჟღერდა. 29 წლის მოჭიდავე საუკეთესო ფორმაში იყო. მან ჭიდაობა ქალაქ გორში დაიწყო. შეიძლება ითქვას შემთხვევით. ნაცნობმა მწვრთნელმა იგორ მარგველაშვილმა 5 წლის ბიჭი ადგილობრივ დარბაზში წაიყვანა. უბრალოდ სურდა მისი მონაცემები ენახა. იმ დღის შემდეგ გოგშელიძე ტატამს აღარ მოშორებია, თუმცა დიდი და განსაკუთრებული მიზნები დიდხანს არ დაუსახავს. დარბაზი ქონდა ისეთ პირობებში, პადულის შენობაში იყო რა და არც ერთი ფანჯარა შენობას არ ქონდა და ის ვარჯიშის მერე ცივწყალს ვივლოდით და ეგრე მოდიოდით ხოლმე სახში. უფუნებას არ ვიყავით შულები თავიდან. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს გორში ბიჭს, რომელიც კარგად ვარჯიშობდა? ის სულაც არ იყო პირველი და არც უკანასკნელი იქნებოდა, ვისაც ცხოვრებისეული პრობლემები და უსახსრობა სპორტს მიატოვებინებდა. მაგრამ მას სხვა მრავლისაგან განსხვავებით გაუმართლა და საქმე სხვანაირად მოტრიალდა. ეს რთული პერიოდი იყო მაშინ საქართველოში ჭირდა თუ ფინანსურად არ გეწყობოდა ხელი რთული იყო რა შეჯიბრებაზე სიარული. ამის გარეშე კიდე სპორტსმენი ვერ ჩამოყალიბდება. ჩვენთან დარბაზში ავარჯიშობდა ხოლმე სიცოცხლე იყო ავტოზალიშვილი რა და მან მითხრა რომ თუ მშობლები თანხმები იქნებიან მე წაგიყვან რუსეთში და იქ დაკტო. საბოლოოდ ჩემი შანსი იყო რა პირველი. 15 წლის გიორგი გოგშელიძე რუსეთის დედაქალაქში 90-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა, როდესაც ქართველისათვის რთული იყო მოქალაქეობის მიღება და სასწავლებელში მოხვედრა. ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში ქართველი მწვრთნელის მიხეილ ჩუბინიძის წყალობით მოხვდა. გაცილებით გაუმარტივდა ცხოვრება მას შემდეგ, რაც პირველ შესამჩნევ წარმატებას მიაღწია. 1998 წელს კი რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო.
სპორტულ წრეებში პერსპექტიული სპორტსმენის სახელი მოიპოვა. შეშატროთ კაფეზე რომ დავდექი უკვე რუსეთში, იმის მერე სულ მინდოდა ყოველთვის საქართველოს სახელი ჭიდაობა რამე. არანაირად არ მიხერხდებოდა ამის გაკეთება, იმიტომ რომ გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული ოლიმპიურ ციკლში ქვეყანაში გადასვლის დროს. მოგეხსენება დისკვალიფიკაცია საერთოდ 2 წლიანი, 3 წლიანი გააჩნია პერიოდს და ამის გამო ვერანაირად ვერ ხერხდებოდა რა და 2004 წელს უკვე ოლიმპიადა რო ჩათავდა. მაშინ ჩამოვედი. ну შემოთავაზება იგივე ჩვეულებრივი ყველანაირი პირობების შექმნა თქო და მაგრამ თავი რაც იყო ის რომ საქართველოს დრო ჩაეწევდა ჩემს. საქართველოს სახელით 2004 წლიდან გამოდიოდა და სამშობლოში დაბრუნების პირველივე დღეებიდან ოლიმპიადისათვის ემზადებოდა. 2005-ში გახდა საქართველოს ჩემპიონი. მოიგო მახაჩკალისა და ხასავიურტის ტურნირები. 2006-ში ისევ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაო. ჩინეთში გუნაჯოში მსოფლიო ჩემპიონატზე დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით. 2007-ში ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაო. ტაშკენტში ტურნირზე გახდა პრიზიორი. 2008 წელს აპრილში ფინეთში ტამპერეში გახდა ევროპის უძლიერესი მოჭიდავის ტიტულის მფლობელი და აქედან უკვე რეალურად გაეხსნა გზა ოლიმპიადისაკენ. ოლიმპიური ნაკრები პეკინში 12 აგვისტოს გაფრინდა. უფლება არ ქონდა რა რომ სხვანაირად მოქცეულ ვიყავით, იმიტომ რომ რაც იყო აუცილებელი შესრულებელი მიზანი ის უნდა გავეკეთებინა, ანუ ეს რა თქმა უნდა 1-10 დღე კიდე იყო დარჩენილი ჩემ შეჯიბრამდე, კიდე ჩემ ჭიდაობამდე რა და აუცილებელი იყო ეს რიტმში სავარჩიო პერიოდი გაგვევლო ისე. რა თქმა უნდა რთული იყო და ღამეებიც იმაზე ვფიქრობდი და დღეც, მაგრამ აი როცა შევდიოდი იმ დარბაზში ახლა ეს უნდა გავაკეთო და მას ვაკეთებდი. ჩინეთის დედაქალაქში ქართველი ოლიმპიელების მეორე ჯგუფი ჩაფრინდა. იმ დღეებში უკვე თბილისი ყოველგვარი შეფარვის გარეშე იბომბებოდა. მსოფლიოს ერთობისა და მშვიდობის დღესასწაულზე მათ შინ დარჩენილი ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარდი ჩაიტანეს. არაფერი ჩვეულებრივია ძალიან. შეკითხვები რა ხდება იქით როგორ, მაგრამ ისე იყო რომ რაც ჩვენ ვიცოდით იმათ მას იქიცოდნენ რა. ეს თერაპია არ იყო განსხვავებული ზოგს. არის რა ის ხალხის კატეგორია, რომლებიც უფრო ძალიან გულთან ახლოს მიაქვთ ყველაფერი, არ რომლებიც ცოტა ცირსის ხანით უყურეს ამ ყველაფერს და ზოგს მართლაც ეთყობოდა რომ ძალიან ნერვიულობდნენ და უნდა საქართველოში ყოფნა კვირაში. აპოლიტიკური სპორტი მხოლოდ სპორტსმენებისთვისაა. ქართველებისა და რუსების ყოველ ორთაბრძოლას საქართველოში და რუსეთში სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება. უდავოა, რომ ირაკლი ცირეკიძის მიერ პუტინის ფავორიტის დამარცხება დიდი ზეიმი იყო უბედურების ჟამს. გოგშელიძის ყოფილი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი ოკუპირებულ გორში რჩებოდა. შესაძლოა ის ყველაზე უკეთ გრძნობდა იმ შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც ქართველ და რუს ფალავანს შორის ფინალში უნდა შემდგარიყო. რა როლს ითამაშებდა ის მოვლენები, რომელიც მის ქვეყანაში ხდებოდა, როგორ აისახებოდა სპორტსმენის ფსიქიკაზე, ჯერ კიდევ არავინ იცოდა. მართალია გოგშელიძე და მისი ოჯახის წევრები უშუალო ბრძოლის ველიდან შორს იყვნენ, მაგრამ ომმა მაინც გადამწყვეტი როლი ითამაშა მის საქციელში. გასაგებია რომ ოჯახს დაუშვათ საფრთხე აღარ ემუქრება, ხო, მაგრამ დიდ შვებას არ მაძლევდა რა, იმიტომ რომ ხა მე იქ ისეთი ინფორმაციები ჩამოგდიოდა უკვე ოლიმპიადაზე, რომ კაცები ვინ შეხვდებიან ყველას ხრეტავენ, იქ ქალები ოჯახებიდან გაყავთ, იქ ტრანსპორტი გააჩერეს, ქალი ტანკში გადაიყვანეს გოგო და ეს რაღაცები რა და ხა რა თქმა უნდა ძალიან ისეთი რთული მომენტი იყო, ამას აღიქვავდი როგორც საკუთარ თავზე რა, ხა ყველა ჩვენიანია, მე იმ წუთში ესვეთვლედი რა, რომ ის ხალხი ვისაც იქ უჭირდა ყველა ჩემი ახლობელი და ჩემი შინაური იყო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეხვედრების დრამატურგია ისე ვითარდება, რომ ბოლოს ერთმანეთს აუცილებლად გოგშელიძე და რუსი შირვან მურადოვი შეხვდებიან.
გოქშელიძე, რომელიც რუსეთში ჭიდაობდა, მოწინააღმდეგისათვის ნაცნობი ძალაა, მაგრამ იმასაც ფიქრობენ, რომ გამწარებული კაცის ფაქტორი სხვა სპორტსმენების მსგავსად აქაც იმუშავებს და ეშინიათ ქართველებსაც, ვინც იცნობს გოქშელიძის ემოციურ ხასიათს. როცა პროფესიონალური სპორტსმენები ვართ, ხო, ვცდილობთ, რომ პირველ ადგილზე დავაყენოთ ის, რაც ჩვენ გვავალია. და ეხლა ჩვენ იმ მომენტში ჩვენი ქვეყნის უიარაღო მეორები ვიყავით და მებრძოლები რა. ხო, ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად შეგვინარჩუნებინა ეს ცივსისხლიანობა. და ვცდილობდით, რომ არ შეგტყობოდა. არც სხვისი თვალით და არც ჩვენებს ერთმანეთში ვცდილობდით, რომ ნაკლებად გვესაუბრამთ იმაზე, იმიტომ რაც მეც ილაპარაკები და გავღმავდებოდით უფრო მეტი ტკივილი იყო და მეტი სირთულე რა. მაგრამ მაინც თავისი გააკეთა რა ყველაფერი. ამ ოლიმპიადაზე გოქშელიძეს უცნაურად ძდევდა თან წარმატებაც და წარუმატებლობაც. სულ ახალ ჩასულს შემთხვევით თვალი დაუზიანდა. ტრავმა მიიღე აწონების წინა დღეს. ანუ ჩვენ შეჯიბრამდე ჯერ ვიწონები და მეორე დღეს ჭიდავდა. და აწონების წინა დღეს თან ვარჯიშობდი რა 30 თურმანძესთან. ну ძალიან უნდა რომ დამხმარებოდა რა და ჩემთან ერთად даже სპარინგ პარტნიორად გამოდიოდა. ხო და ну ესე მოხდა რომ თავებით შევეჯახეთ ერთმანეთს და გამისკდა რა სწავთან. ხო და ну იმ საღამოს ეს გავიკერე და მეორე დღეს ნუ აგურ დავწონილიყავი რა და ეხლა ნაკერებით იქ არავინ შემეშვებდა. ანუ ეს ნაკერი მეორე დღესვე ავიხსენით სტონალურებით ზურაკ ახაბრიშვილმა გამიკეთეს მაკიაჟი და ესე იყო იმაზე აწონებზე შევიპარეთ მე დასმოტრი გავიარეთ კარგად რა. გოქშელიძემ ასპარეზობა კარგად დაიწყო. მოუგო ჯერ რუსეთის წარმომადგენელს, რომელთანაც სხვათა შორის ბაქოს ჩემპიონატზე დამარცხდა და შემდეგ ირანელ სპორტსმენს, რომელიც წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი გახდათ. გოქშელიძე ოქროსათვის საბრძოლველად ემზადებოდა და მომზადებაც სერიოზული ჰქონდა გავლილი. რუსებს თუკი სურდათ მათი ფალავანი კიდევ ერთხელ არ აღმოჩენილიყო ტატამზე ბეჭებით დაკრული, ერთადერთი გზა რჩებოდათ ავანტურა და კარგადაც გათვალეს. გოქშელიძის სუსტი წერტილი შესაძლებელია მისი მტკივანი თვალი გამხდარიყო. დარბაზში ერთად ვართ, იქ რუსებიც იყვნენ, ის კაზახების ყველა ერთად ვართ. და ამათ ხეს დაინახეს ყველაფერი. ნუ რაღაცა პრობლემა მქონდა თვალთან რა და ალბათ ამაზეც გააკეთეს აქცენტი, რომ რამდენადაც პროვოკაცია მოეხდინა ან გახსნილი ყოჭრილობა სისხლი ვერ გაეჩერებინათ ექიმებს და მოეხსენი, ან რამდენადაც დაეზიანებინათ რა ეს ადგილი, რომ ნორმალურიდან გამოსულიყო. შეხვედრა ტიგიევსა და გოქშელიძეს შორის 21 აგვისტოს თბილისის დროით შუადღის 2 საათზე შედგა. ქართველებს უკვე ჰქონდათ 2 ოქროს მედალი და სრულიად საფუძვლიანი პრეტენზია მესამეზე.
შეხვედრა გოგშელიძის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. სულ ტრიუმფამდე სულ რაღაცა რჩებოდა. ტიგიევის დამარცხების შემდეგ ქართველი მოჭიდავე პირველად შეებრძოლებოდა რუს ფალავანს ოქროს მედალზე და პეკინში ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი გოგშელიძის წყალობით კიდევ ერთხელ აჟღერდებოდა საქართველოს ჰიმნი. ომში გახვეულ, დაბნეულ და ნახევრად ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც რუსეთის ტანკები წინ და უკან უმისამართოდ დაჰქროდნენ, მილიონობით ქართველი ტელეეკრანებთან წამით მაინც გაიღიმებდა. სიტუაცია დაიძაბა ერთით მოსუგებდი. ხო და დარჩენილი იყო რაღაც წამები, 10 წამამდე იყო დარჩენილი რა და ამის შემდგომი შეტევა რომ მოვიგერიე ხელით ჩავეჭიდე. აიღო ცერათითი რა და მთელი ძალით თვალში ესე ჩამირჭო რა. ეს ტკივილი შეგრძნა იმდენად ძლიერი იყო რა აბსოლუტურად ავირიე რა. იძულებული გავხდი დამერტყა რა იმისთვის. დარტყმის წამიდან ვიგრძენი და მივხვდი რაც გავაკეთე და რაც დავაშავე რა. არ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ წუთში ამის ფოტოკოპია შეძლებე. საერთოდია რა ამის მოთხოვნა. და შეგვაჩერეს 7 წამი გაიყო დარჩენილი ამ დარტყმის შემდეგ ის ქულა მისცეს იმას, მე გაფრთხილებ და ერთი თერზე 7 წამის დამთავრდა და ერთი თერზე ბოლო ქულა რახანი მისი იყო, იმან გაიმარჯვა. ყველაფერი წამში მოხდა. რეალური შანსი ისე გაქრა თითქოს არც არასდროს ყოფილა. ბოლო განსაცდელი ტკივილი სატანა იყო და ეს ვერ შეძლო გამოცდილმა სპორტსმენმა. ოლიმპიური სიმშვიდის გამოჩენა ოლიმპიადაზეც კი აღმოჩნდა შეუძლებელი. რთული სათქმელია ხა ესე. შანსია როცა რაღაცა შემთხვევით რაღაც შანსი გამოგივარდება და რაღაც მოსნა მოეჭიდო რა და ხამისთვის მთელი ცხოვრება მივდიოდი რა ამისით დავდიოდი და ყველაფერს ვაკეთებდი რომ ბიზნესის მიაღწია რა. თუმცა შანსი ქონდა და უნდა მოგვეღო კიდევაც რა იქ რო უყურებდი ვერ წარმომედგინა რომ მე იქ შეიძლება და ვინმესთან წამება. და იმდენად კარგად ვიყავ მზადებული რომ წერთ ერთმანეთზეა გადამული რა. თუ კარგად მოემზადები ფსიქოლოგიურადაც მაგრად ხარ მომზადებული. სამწუხაროა რომ ეს შანსი გაუშვით ხელდა. ჯერ ისე უცნობი იყო შეძლებდა თუ არა გოგშელიძე ასპარეზობის გაგრძელებას. ან რამდენად გაუმართლებდათ რუსებს. საქართველოს ნაკრებმა ამ ოლიმპიადაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ერთ-ერთ გამოშვებაში გაოცებული მიმომხილველი აღნიშნავდა: საქართველოს რუსული თვითმფრინავები ბომბავენ, ქართველები კი ამ დროისათვის ოლიმპიურ ათეულში არიან. ყველაზე მეტად თავად 29 წლის სპორტსმენი დაზარალდა. არ მივდიოდი მე ოლიმპიადაზე იმისთვის რომ რამე მედლის აი რომელიმე სინჯის მედალი მაინც ჩავამეტანა იქიდან ჩემი თავარი მიზანი და ოცნებაც იყო ოლიმპიური ოქრო. და იმ წამებში ამ ყველაფერმა თავში გაირბინა რა რომ ეს 4 წელი რისაც ემზადებოდა შეიძლება თქვა მთელი ცხოვრებაც აი რაღაცა ის გულზე აი არ გამოვიდა და всё. წაიშალა ეს ყველაფერი სახისთან. თანართული მომენტი იყო. წუთში მე აღარაფერი აღარ მინდოდა რამეში.
კონდა თუ არა შანსი გოგშელიძეს ამ განსაცდელისათვის უფრო ღირსეულად გაეძლო, შეძლებდა თუ არა სხვა სპორტსმენი მის ადგილას თავის შეკავებას, ეს ახლა მხოლოდ ვარაუდებია. წვრთნელმა ნუგზარ სხირელმაც, რომელმაც გოგშელიძე ტიგიევის შეხვედრას რეალურად ბომბების ქვეშ უყურა, მხოლოდ ერთი რამ უთხრა: უნდა მოგეთმინა. ამას თვითონაც იმავე წამს მიხვდა გოგშელიძე, როგორც კი მეტოქეს საპასუხოდ ხელი მოუქმნია და წესი დაარღვია. Doping კონტროლერს შევედით. იქ მოვიდა რა და ისეთ სიტუაცია იყო, რომ იქ არანაირ მოქმედებას აზრი არ ქონდა, ხო, უყურებდი, ისე ვიყავი, ალბათ შევჭამდი რა ესეთი. გავროტებული ვიყავი მასე. ხო ვიგროვდი ამას ხელი შევახუნ, მაქსიმუმ 1-2 დაარტყა, მეტი არა და ესე გუზი ისე მაინც და მაინც არ მომფხანდა. ხო და მოусმინე რა და ესეთნაირად იმასქნა, რომ ესო ჩემს აქციელს არანაირი ახსნა არ აქვს რა, არც არაკაცურა და არა ადამიანურად მოგეკეცი რა და თუ როდისმე შეძლებ მაპატიებო ეს სიტყვები დახარჯა მეკ. ნუ რა თქმა უნდა ხამ სიტყვნა ჩემზე არანაირი ქმედება არ მოახდინა, იმიტომ რომ მან იმხელა ტკივილი და იმხელა ზიანი მომაყენა რომ ესე ადვილად ვაპატიებდი. ინტრიგა ყოველთვის თანსდებს ყველას და ყველაფერს, რასაც წარმატება მოაქვს. არც სპორტია გამორჩეული. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა, რომ გოგშელიძის ოლიმპიური ჩემპიონობა საგანგებოდ დაგეგმილ უღირს ავანტიურას შეეწირა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ისტორიაში მხოლოდ პრიზები და მშრალი ქულები რჩება. სადაო მომენტი კომისიამ ჩანაწერების საშუალებით გადაამოწმა. გასაგები იყო, რომ გოგშელიძის უხეში რეაქცია თვალზე მიყენებულმა ტკივილმა გამოიწვია, მაგრამ იმდენად ღია იყო საპასუხო დარტყმა, გოგშელიძე ერთხმაც ცნეს დამნაშავედ. ეს ვიცით რა ჩვენ რომ ისაც გააკეთა ტიგიევმა მარტო მაგის თავით არ იყო რა მოფიქრებული, უფრო ესეთი ხალხი იყო ჩარეული. როგორც არის მიხეილ მამიაშვილი, როგორც მეთქვა. ეს რუსეთის საჭიდაო ორთაბრძოლების პრეზიდენტია ფედერაციისა. ისე მოხდა ბოლოს მანდაჟე მადლობას გადაუხადა ტიგიევს. ქართულ ჩემპიონს, რომელმაც ოქრო დაკარგა, ბრინჯაოს მოპოვების რეალური შანსი აქვს. გიორგი გოგშელიძე კუბელ მეტოქეს მიხელ ბატისტას ხვდება. ამ ორთაბრძოლაზე გასვლა მისთვის ყველაზე მძიმეა. In the booth representing Georgia, Gyeonggi Gogshelize 96公斤级铜牌决赛第一场现在开始。Mesdames et messieurs, le premier match de bronze débute en catégorie 96 kg. Officials, we now begin the first round of the match of men's freestyle wrestling at the 96 kg weight class. Beijing 2008 Olympic Games. Con la cabeza, ahí, con la cabeza siempre, con la cabeza. Con la cabeza. Ya, bombero. Vamos, viene. Tu pierna. Now there's 3 points. You take your opponent from his feet directly to his back. You'll get 3 points. The referee counted 5. Get 1 extra point for the hold down. So now they're looking for a push. It's all over. You got a win by a pin, a win by a fall. Your bronze medalist at 96 kilograms from Georgia. გოგშელიძემ ფაქტობრივად ცალი თვალით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როდესაც მთავარი მიზანი ხელიდან გეცლება სხვას ყველაფერს, საკუთარ თავს უკვე კომპრომისად უთვლი. 下的队员也双肩动作直接
结束了比赛，观众朋友们，男子自由式摔跤96公斤级第一枚铜牌获得者来自格鲁吉亚。观众朋友们，让我们将掌声送给这位带伤作战仍然非常顽强、非常坚持的铜牌获得者。მე ისე იყო რომ ამის შემდეგ უნდა ბრძოლა გამეგრძელებინა რომ მესამე ადგილისთვის ხოდა რა ვიცი ხა ზოგი იზახდა რომ ამ თვალით გასვლა არ შეიძლება რა იმიტომ რომ ესე იყო რა გადმოწეული თვალი მხოლოდ დიდი ყინულებით ვაწვებოდით რა ეს კახაბრიშვილი შიგნით ტენი და ამ თვალს რო იქნება ეს დასიება და ეს გასულიყო რამენაირად მაგრამ მოვიკრიფეთ ძალები რა რომ გასულიყავით ეს მესამე ადგილისთვის კიდე საბრძოლოდ სამშობლოში დაზიანებული თვალით და დამარცხების შეგრძნებით დაბრუნდა. შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა მას ნათლად დაანახა, რომ ოლიმპიადის დღესასწაული უკვე განვლილი ეტაპია. ახლა ტკივილს უნდა გაუმკლავდეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ეს კი საკმაოდ რთულია 30 წელს მიღწეული სპორტსმენისათვის. ჩამოფრინდი ორი დღის შემდეგ მამა გარდამეცვალა. თან ისე რომ ვერც ნახე რა. თბილისში გავჩერდი ის ორი დღე და ამე დამირეკეს რა. ეს სიტუაცია. სადაც არსებობს წესები, იქვე არსებობს მათი დარღვევაც. სპორტი რეალური ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორც ომი. ორივე მათგანში მთავარ როლს ადამიანი ასრულებს. 2006-ში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფრანგმა ზიდანმა იტალიელ მატერაცის თავი ისერ დაარტყა, რომ ამ უკანასკნელს დიდხანს ვერ ასულიერებდნენ. ასე დაასრულა ზიდანმა ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა. მაშინ საყოველთაო აზრი ორად გაიყო. ნაწილი ამტყუნებდა, ნაწილი კი აღფრთოვანებული იყო მისი საქციელით. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომელ მხარეს ემხრობოდა ქართველთა ლამის აბსოლუტური უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ ალჟირელი ფრანგის რაინდულმა სულმა ფრანგებს ჩემპიონის ტიტული მინიმუმ 4 წლით დააკარგვინა. ასე რომ გოგშელიძის ფიცხი საქციელი საქართველოს ისტორიის უმძიმეს 2008 წლის აგვისტოს დღეების ფონზე შესაძლებელია გაცილებით უფრო გასაგები აღმოჩნდეს ემოციური ქართველებისათვის, ვიდრე კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო.